Ministro, მობრძანებულო სტუმრებო, გმადლობთ მობრძანებისთვის, მინდა სიტყვა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მინდა მოგილოცოთ თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელობას, ყველა ექიმს, სექტანს, თითოეულ თანამშრომელს, ახალი საკუთარი შენობა ამ შენობაში გადასვლა. ეს არის ახალი 11 სართულიანი შენობა, რომელიც შეესაბამება უმაღლეს სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და ტექნიკით, რაც არის აუცილებელი წარმატებული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის. კლინიკის გაფართოება და საკუთარი შენობა სამედიცინო ცენტრს მისცემს საშუალებას პაციენტებს ყველა საჭირო სავალდებულო კვლევა ადგილზე ჩაუტარდეთ. კლინიკას დაემატა გადაუდებელი ამბულატორიული გაყოფილებაც, რასთავარია პაციენტების ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას უმაღლესი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი ემსახურება. დღეს კლინიკაში 352 თანამშრომელი, მათ შორის 86 ექიმი და 71 ექთანი მუშაობს. ჩვენი საზოგადოების წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის თითოეულ თქვენგანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. კლინიკა გამოჩენილი ექიმის, მეცნიერისა და პედაგოგის თენგიზ ცერწვაძის სახელს ატარებს. ბატონი თენგიზი უშუალოდ იყო ჩართული ამ შენობის დაგეგმვაში, მშენებლობის დაგეგმვაში, ამ მშენებლობის განხორციელებაში, თვითონ მეთვალყურეობდა თითოეულ დეტალს, სულითაგულით იყო ჩართული ამ ყველაფერში და დღეს მისი სული ხარობს, როდესაც ეს შენობა იხსნება, სადაც მისი მეგობრები, კოლეგები, მის მიერ ახსნილი ექიმები უკვე ახალ შენობაში განაგრძობენ საკუთარ პროფესიულ საქმიანობას. ბატონი თენგიზის ღვაწლი არის ფასდაუდებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მისი ინოვაციური მიდგომებით და მიღწეული შედეგებით საქართველოს დღეს მოწინავე ეთერეგებშია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალთა გუნდი განახლებულ, გაუმჯობესებულ პირობებში ღირსეულად გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას, მეტად განავითარებს დიდარ გამოცდილებას და მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ არაჩვეულებრივი შენობის გახსნას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, უღრმესი მადლობა თბილისის სიტყვებისთვის, იმ ღირებულებების გახსენებისთვის, რაზედაც გქონდათ საუბარი. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ურყევი და ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის საზოგადოდ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და კარგი საწინდარია შემდგომი წინსვლისთვის აი იმ დაწესებულებისა, რომლის ახალი შენობის გახსნაზეც ახლა ვიმყოფებით. მინდა მივესალმო ჩვენს ძვირფას თანამშრომლებს, კოლექტივს, რომელიც ამ დაწესებულებაში განაგრძობს მუშაობას. მინდა გულითადად მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მუხჩაუხრელი შრომისთვის, რომელმაც განაპირობა კიდეც ის დიდი რეპუტაცია, დიდი პოზიტიური რეპუტაცია, რომელიც ამ დაწესებულებას გააჩნია. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, როდესაც მთელი ქვეყანა თქვენი შრომისა და თავდადების იმედად იყო დარჩენილი. ამისთვის მე მინდა თითოეულ მათგანს, თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ვთქვა, რომ თქვენ ეს ქვეყნის, მთლიანად ქვეყნის ეს იმედები ერთმნიშვნელოვნად გაამართლეთ. დღევანდელ დღეს ახლავს სევდაც. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბევრი რამ დღევანდელი წარმატების ჩათვლით იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი ბატონი თენგიზ ცერწვაძის გარეშე. ეს შენობაც მისი მდიდარი მემკვიდრეობის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა პრემიერ-მინისტრს გადაუხადო აი ამ ღვაწლის დაფასებისთვის. მე ფიქრება იმაზეც, რა გაუხარდებოდა ბატონ თენგიზ დღეს, რადგან ყველას კარგად მოეხსენება აქ მყოფებს, რომ მიღწეულით ის, რა თქმა უნდა, დღესაც არ დაკმაყოფილდებოდა და შემდგომ ძალიან ამბიციურ გეგმებს ის აუცილებლად შემოგთავაზებდა. მისი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ამ დაწესებულებამ შეინარჩუნოს და კიდევ უფრო მეტად განამტკიცოს საკუთარი ავტორიტეტიც და გააგრძელოს ბრძოლა თითოეული პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც ატარებს ამაყად ეს დაწესებულება ბატონი თენგიზ ცერწვაძის სახელს. ქედს ვიხრი ბატონი თენგიზის ხსოვნის წინაშე, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ დიდ წარმატებებს. დიდი მადლობა. მინდა ახლა გთხოვოთ ყველას, რომ გადავინაცვლოთ უპირველესად ამ ახალი შენობის გახსნამდე
აქ არსებული ახალი დაფის გახსნისთვის გთხოვთ ქალბატონო ანა ბატონი თენგიზ სერცვაძის მეუღლე მინდა წარმოგიდგინოთ და ვთხოვ მას პრემიერ-მინისტრთან ერთად რომ გავხსნათ